ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კომპანია მეღვინეობა ქებურიას ღვინის ქარხნის მშენებლობის ობიექტზე. ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყეთ 2019 წლის სექტემბერში და დასრულებული იქნება 2021 წელს. ღვინის ქარხნის არქიტექტურა არის ერთ-ერთი ორიგინალური პროექტი საქართველოში. ეს პროექტი გათვლილი არის 700,000 ლიტრ ღვინოზე და გამოირჩევა თავისი სილამაზით და ორიგინალური ფორმებით. საბოლოოდ დასრულებული ვარიანტი იქნება ერთ-ერთი ულამაზესი საქართველოში. კომპანია ციტადელთან შეფესი ამბასადორი, რომლის შვილობილ კომპანიასაც წარმოადგენს მეღვინეობა ქებურია, თანამშრომლობს 2013 წლიდან. ამბასადორმა ციტადელთან დაიწყო თანამშრომლობა თბილისში სასტუმრო ამბასადორის პროექტზე. შეფესი ამბასადორს არ შეუწყვეტია მუშაობა კომპანია ციტადელთან, რადგან გამოირჩევა მომსახურების მაღალი დონით. ჩვენ ვიმყოფებით კაჭრეთში, სადაც ღვინის ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. ობიექტზე აქტიურად გამოიყენება ციტადელის სამშენებლო მასალები. პროექტი გამოირჩევა ორიგინალური არქიტექტურითა და შესაბამისად რთული მონოლითური კონსტრუქციით. სტანდარტულზე მაღალი სიმაღლის ფილის დასაყალიბებლად კომპანია მეღვინეობა ქებურიას ბაზისის ბრენდის სივრცითი ხარაჩო შევთავაზეთ. აღნიშნული სისტემა ნებისმიერი სირთულის და სიმაღლის ფილის დასაყალიბებლად გამოიყენება. კომპანია ციტადელი მომხმარებელ სამშენებლო მასალებთან ერთად საინჟინრო გუნდის მომსახურებას, კერძოდ საყალიბე სისტემების, ხარაჩოების, კოშკურა ამწეებისა და სამგზავრო სატვირთო ლიფტების პროექტირებას და კონსულტაციას სთავაზობს.